რა აქვს დასამალი რეჟიმს დაკავებული სპეცრაზმელების საქმეზე ოცნების პროკურატურამ ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი. ერთ-ერთი ინტერესების დამცველი ფორმულას ეუბნება, რომ ის დანაშაულს აღიარებს. რეჟიმს სურს სისტემურ წამებაზე პასუხისმგებლობა ამით დასრულდეს. ამაზე მეტყველებს ოცნების პრემიერის და მამუკა მდინარაძის განცხადებები. ეს უკანასკნელი სპეციალურად მისთვის გამოგონილი პოზიციიდან დღეს მედიას პირველად ესაუბრა. დია ბაძაღუა აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. პირველ რიგში გეტყვით თავად დაკავებულებსა და პროკურატურის ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დასახელებულია 5 სპეცრაზმელის მხოლოდ ინიციალები. მათ შორის ერთ-ერთი გიორგი ბოლოთაშვილია, რომელზეც ჩვენ გუშინ გიყვებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ინიციალების მიხედვით ბრალდებულთა შორის არ არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმდროინდელი უფროსის ყოფილი მოადგილე მირზა კეზევაძე, ფორმულას წყარო უყვება, რომ შესაძლოა ისიც დაკავებული იყოს. წყარო გვეუბნება იმასაც, რომ მირზა კეზევაძე შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასვლის შემდეგ გადავიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თუმცა მას საკუთარი კადრების მიყვანის და დასაქმების საშუალება არ მისცეს და ამაზე უარი უთხრეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაზუსტებთ დეტალებს. მანამდე ოფიციალურ პოზიციას გეტყვით პროკურატურის ინფორმაციით, ზვიად მაისაშვილზე, ლევან ხაბეიშვილსა და გურამ როგავაზე ძალადობის ეპიზოდებზე 5-ვე დაკავებულს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ხოლო ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელს დამატებითი ბრალი წარედგინა, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას გულისხმობს. დაკავებულთა უფლებადამცველებს ხელი მოაწერინეს გაუთქმელობაზე, შესაბამისად ისინი დეტალებზე ვერ საუბრობენ. ჯერ არ გადასცემიათ არც საქმის მასალები, ამიტომ უცნობია თუ რა მტკიცებულებები დევს საქმეში. ჩვენ ვესაუბრეთ ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, როგორც გვეუბნება, არის ყოფილი სპეცრაზმელი და ის ბრალს აღიარებს. ვიცავ გუშინ დაკავებული სპეცრაზმელებიდან ერთ-ერთს, გუშინ მოხდა გამოკითხვა, მოხდა მისი დაკავება, დღეს წარუდგინეს ბრალი მოიცავს უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. იგი აღიარებს ბრალს, მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია ამ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. გამოძიება მიდის 2024 წლიდან ამ საქმეებზე, გუშინ გამოიკითხა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია კი, იმიტომ რომ გუშინ ჩემთან ერთად მოხდა მისი გამოცხადება საგამოძიებო ორგანოში და გუშინ მოხდა მისი გამოკითხვა. მანამდე იყო თუ არა ის დაბარებული, ამაზე ვერაფერს გეტყვით. დღეს ოცნების მთავრობის სხდომაზე სპეცრაზმელების დაკავებას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე. მან თქვა, რომ აქვთ საკუთარი ხელწერა და ამბიცია იმოქმედონ ევროპულსა და ამერიკულზე უფრო მაღალი სტანდარტით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ სტანდარტის დასაცავად დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა და სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი დაკავებაც. საკმაოდ საგულისხმოა ეს დეტალი, რადგან საზოგადოებას ახსოვს მისი გამოსვლები, როდესაც ამტკიცებდა, რომ ძალის გადამეტების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია და პოლიცია პროპორციულად რეაგირებდა. იმ პერიოდში ის მადლობას უხდიდა ძალოვანი უწყების მაღალ ჩინოსნებს შესრულებული სამუშაოსთვის. საინტერესოა დადგება თუ არა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა. ამაზე დღეს მამუკა მდინარაძე მისაუბრა სახელმწიფო მინისტრის ახალი ამპლუიდან. მან ძალადობაზე ბრძანების გამცემი პირების დასჯის მოთხოვნას აგორებული პიარ კამპანია უწოდა და თქვა, რომ ამის არავითარი ირიბი თუ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. ფაქტმა დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით, მაშინაც, როდესაც სახელმწიფოს უწევს დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობებს და ეს ხელწერა კიდევ ერთხელ მაჩვენეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელწერის სტანდარტის დასაცავად დაუშველი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა და სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი ფაქტი შესაბამისი პირების დაკავება. სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით, არც ერთი არათუ პირდაპირ არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის საიმისოდ და იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულების არ ქონის შემთხვევაშიც კი გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ვინმეზე გავიდეს ეგრეთ წოდებულ დამკვეთებს, ეს არის მხოლოდ პიარ კამპანიის ნაწილი. მათი მხრიდან ვისაც დარწმუნებული ვარ არ ესიამოვნათ სახელმწიფოს სწორი მიდგომა, ეს ერთი და მეორე, დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ალბათ დაგვეჯერება ყველას, რომ
არ შევიკავებდით თავს, ჩვენ ამისი პრაქტიკა მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების დაკავების რაც დანაშაულის ნიშნები იყო გვაქვს ბოლო პერიოდში და ვერავინ დაგვაბრალებს რომ ვინმეს ვერ იდებით, როცა დანაშაული არის სახის. როგორც ჩანს და მტკიცებულებები ამაზე მიუთითებენ, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. მაგალითად ამას რომ ქონდა სისტემური ხასიათი, არ იქნებოდა პირობითად ერთი დაზარალებული ჟურნალისტი მხოლოდ და იქნებოდა ბევრი და ასე შემდეგ. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს სასამართლო სავარაუდოდ ხვალ განიხილავს, პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ის რომ ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი, აჩენს კითხვას და აყენებს თუ არა ბრალდების მხარე დახურვის პროცესის შუამდგომლობას. ამაზე უფრო მეტი დეტალი სხდომის დასრულების შემდგომ გვეცოდინება, დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.